ასე შევიდა ჰორმუზის სრუტეში კრიზისის ახალ ფაზაში. ახლა კი იწყებენ იმას, რაც შეიძლება იყოს მთელი ოპერაციის ყველაზე კრიტიკული და სახიფათო საზღვაო მისია. ზღვის გაწმენდა, გზის გახსნა და ირანის შეჩერება, რომ აღარ გააგრძელოს პლანეტის ერთითი სასერთი სასიცოცხლო მარშრუტის ზეწოლის იარაღად გადაქცევა. უკვე ამ სამშაბათის 2026 წლის 14 აპრილის პირველივე წუთებში ნიშნები აშკარა გახდა. ამერიკული ბლოკადა ირანულ პორტებთან დაკავშირებულ გემებზე უკვე ძალაშია. იმ დროს, როცა შეერთებული შტატების სამხედრო გემები წინ მიიწევენ, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო მარშრუტის სრუტეში. რაც ხდება პირდაპირ და სერიოზულია. თეირანთან მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ ვაშინგტონმა დაიწყო ირანთან დაკავშირებული მოძრაობის შეზღუდვა. და ამავე დროს დაიწყო იმ ტერიტორიის გაწმენდის მომზადება, სადაც ზღვის ნაღმების რეალური საფრთხე არსებობს. ამ ყველაფრის ცენტრში არიან შეერთებული შტატების საზღვაო ძალები, ირანის რევოლუციური გვარდია, საზღვაო კომპანიები და ყველა ქვეყანა, რომელიც ამ გზაზეა დამოკიდებული. სად? ჰორმუზის სრუტეში, რომელიც ნავთობისა და გაზისთვის პლანეტის ყველაზე მბრძნობიარე საზღვაო ვიწრო მონაკვეთია. და რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? რადგან ეს ზღვის მონაკვეთი 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში უზრუნველყოფდა გლობალური საზღვაო ნავთობის ვაჭრობის მეოთხედზე მეტს და მსოფლიო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოხმარების დაახლოებით 20%-ს. გარემო უკვე დაძაბული იყო მანამდეც კი, სანამ განაღმა ფართოდ დაიწყებოდა. 9 აპრილს როიტერმა აჩვენა, რომ სრუტეში მოძრაობა ნორმის 10%-ზე ნაკლები იყო. მხოლოდ 7 ხომალდი გავიდა 24 საათში, მაშინ როცა სტანდარტულად ეს რიცხვი დაახლოებით 140-ს შეადგენს. თვითონ ირანი აიძულებდა გემებს მის წყლებთან ახლოს გაევლოთ. ამტკიცებდა, რომ ნორმალურ სანავიგაციო ზონებში ნაღმების საფრთხე იყო. ეს აჩვენებს თუ როგორ მოახერხა თეირანმა სრუტე შიშის, დაგვიანებისა და ზეწოლის ზონად ექცია. რომელმაც როგორც თეირანმა მოახერხა სრუტე შიშის, დაგვიანებისა და ეკონომიკური ზეწოლის ზონად ექცია. ეხლა შეერთებული შტატები ცდილობს დაარღვიოს ეს კონტროლი, მაგრამ ამას აკეთებს სწორედ კრიზისის ყველაზე მბრძნობიარე წერტილში შესვლით. აქ იწყება მისიის ყველაზე სასტიკი ნაწილი. ნაღმების გაუნებელყოფა არ ნიშნავს უბრალოდ ძალით გავლას და წინსვლას. პირველ რიგში საჭიროა თითოეული საეჭვო კონტაქტის მოძებნა, სონარის, დრონებისა და სენსორების საშუალებით. შემდეგ კი უნდა დაადგინო, ნამდვილად ნაღმია თუ არა. შემდეგ კი უნდა გააუნებელყო მოწყობილობა ისე, რომ მთელი მარშრუტი არ აფეთქდეს. და ბოლოს ყველაზე დამღლელი და გადამწყვეტი ეტაპია, ყველაფერი თავიდან გადაამოწმო. რადგან ასეთ ოპერაციაში საკმარისი არ არის მხოლოდ საფრთხის ნაწილის მოცილება, საჭიროა დაამტკიცო, რომ გზა ნამდვილად სუფთაა. აი ასე სრულდება ეს მისია. ეს ნელი განმეორებადი და უკიდურესად დაუცველი სამუშაოა, რადგან ნებისმიერი გემი ან სისტემა, რომელიც ნელა მუშაობს ნაღმების მოსაძებნად, ადვილს ამიზნედ იქცევა ვიწრო და სადაო წყლებში. უახლესი ცნობები მიუთითებს, რომ 2 ამერიკული გამანადგურებელი ჰორმუზის სრუტეში გადავიდა, რათა დაეხმაროს სავაჭრო გემებისთვის ახალი მარშრუტის შექმნაში, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი დეტალი: გამანადგურებელი ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდი არ არის. ის იცავს, ესკორტს უწევს, აჩვენებს თავის ყოფნას და ეხმარება სარაკეტო და სწრაფი ნავების საჰაერო საფრთხის შეკავებაში. განაღმვა დამოკიდებულია ვერტმფრენებზე, დრონებზე, უპილოტო აპარატებსა და სპეციალიზებულ ჯგუფებზე. ანუ, შეერთებული შტატები წინ მიიწევს, მაგრამ ისინი ასრულებენ მისიას, რომელიც მაქსიმალური წნეხის ქვეშ ქირურგიულ სიზუსტეს მოითხოვს. და სურათი კიდევ უფრო სერიოზული ხდება, როცა არსებულ რესურსებს უყურებთ. 4 ძველი ავენჯერის კლასის ნაღმსაწინააღმდეგო გემი, რომლებიც ბარეინში იყო განთავსებული. 2025 წელს გაიყვანეს და მათ ნაცვლად 3 ინდიფენდენსის კლასის გემი შემოიყვანეს, რომლებიც ნაღმსაწინააღმდეგო სისტემებით არიან აღჭურვილი. პრობლემა ისაა, რომ ამ გადასვლასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს კითხვები. რეპორტაჟები, რომლებიც პენტაგონის სატესტო ორგანოს შეფასებას ეთროდნობა, მიუთითებს, რომ ამ გემების ოპერაციული ეფექტიანობის საბოლოოდ დადგენა ვერ მოხერხდა. ამ პაკეტით საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო. გარდა ამისა, MH53E ამ მისიის ერთ-ერთი ისტორიული ვერტმფრენია, რომელიც ექსპლუატაციიდან გადის და მხოლოდ 28 დარჩა მოქმედებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისია დაიწყო, მაგრამ სტრუქტურა ჯერ კიდევ განხილვის საგანია. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც მოხდა ეს ესკალაცია. შეერთებული შტატები მხოლოდ გემების დაცვას არ ცდილობს. ისინი ცდილობენ ირანისთვის წაართვან შესაძლებლობა, რომ მან მართოს ნავიგაციის ტემპი. ჰორმუზში გზავნილი მარტივია. საერთაშორისო გასასვლელი არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკურ გადასახადად და არც კორიდორად, რომელსაც რევოლუციური გვარდიის მუხარით აკონტროლებენ.
ამავე დროს ამერიკული პასუხი ასევე ცდილობს დაიცვას ენერგიის ნაკადი და შეამციროს შოკი გლობალურ ბაზარზე. იმიტომ რომ ჰორმუზში შეფერხება გავლენას ახდენს წარმოებაზე, ფასებსა და ტრანსპორტირებაზე გლობალურ მასშტაბზე, მაგრამ ეს გახსნა სწრაფი არ იქნება. განაღმვის ყოველი საათი საჭიროებს ესკორტს, საჰაერო დაფარვას, მუდმივ მეთვალყურეობას და მყისიერი რეაგირების უნარს და არსებობს აშკარა რისკი. სანამ ერთი ძალა მინებს აშორებს, მეორე შეიძლება შეეცადოს ახალი საფრთხეების შექმნას, ან გამოიყენოს დრონები, რაკეტები და მსუბუქი ხომალდები ზეწოლისთვის. ამიტომ ეს არ არის დასრულებული საზღვაო მისია, ეს არის გამძლეობის, ნერვებისა და მარშრუტის კონტროლის ბრძოლა. საბოლოოდ ჰორმუზის განაღმვა ტექნიკურ ამოცანაზე მეტი გახდა. ის გახდა ყველაზე რთული გამოცდა შეერთებული შტატების შესაძლებლობისთვის. მოახვედრებინა გემი, შეენარჩუნებინა ვაჭრობა და გამკლავებოდა ჰიბრიდულ საფრთხეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ წერტილში.